თუ შენ სახელმწიფო ხარ, სახელმწიფოში არის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის მესეურია, ამ სახელმწიფოს მომავალი არის ახალგაზრდებში. თუ შენ ახალგაზრდებს კეტა უპერსპექტივობაში კლანურობას ხედავენ, მექთამეობას ხედავენ, რომ ვიღაცა შეიძლება დროშის დაკავებისთვის ფული გადაუხდონ და შემოგაქვს ეს ნარკოტიკები, კიდე გეუბნებით, ხელისუფლების გარეშე არ არსებობს ერთი შანსიც კი, რომ ქვეყანაში რაიმე შემოვიდეს. ამისთვის არის პოლიცია, არის სპეციალური ნაწილი, არის სპეცსამსახურები, მაგრამ თბილისი და მთელი საქართველო იხრჩობა ნარკოტიკებში. ეს ახლა არ დაწყებულა, ჩემი თაობა დაახრჩვეს ნარკოტიკებში. 1967 წლიდან დაიწყო მასიურად ეს ყველაფერი. ამიტომ დღეს კიდევ უფრო საშიშია ეს მდგომარეობა და ამას სჭირდება ხელისუფლების ნება. კიდე გეუბნებით, ხელისუფლების ნება იქნება ჩვენ ნარკომანიას მოულით, ნარკომანებსაც დიდ უმრავლესობას მოულით, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნება არ არის პირიქით. რაღაც კლუბებია, რაღაც ესენია, მოკლედ მეორე, კაზინოები. კაზინოები არის უდიდესი სამრეცხაო შავი ფულისა. კაზინოების შემოსავალი აღემატება საქართველოს ბიუჯეტს, თითქმის. ყოველ შემთხვევაში ასე იყო 1 წლის წინ. რა ჭირდება კაზინო? თუ კაზინო გვინდა და სწორად ამბობს ის კაც თამაში თუ უნდა მაინც ითამაშოს, მოდი სადმე თიანეთი იქნება, ან თიანი მხარე იქნება, როგორც თავის დროზე ლას-ვეგასი გამოუყო უდაბნოში ადგილი და აშენდა რაღაცა, კი ბატონო, ვისაც თამაში უნდა დაჯდეს მანქანაზე, წავიდეს, გაიაროს ის კილომეტრები, იქ კაცრი წესები იყოს, ითამაშოს და გამოვიდეს, მაგრამ არ შეიძლება დედაქალაქში იყოს, ქალაქებში იყოს და სასტუმროებში იყოს. ეს რა არის? მე არაერთხელ მithქვამს ამაზე, თბილისი გადააქციეს 50-იანი წლების ჰავანად. რა იყო ჰავანა? ბორდელები, თბილისი ნახეთ, ბორდელებით არის დაფარული, კაზინოები, სამხრეთის ქვეყნებისთვის, არაბული და აფრიკული ქვეყნებისთვის თბილისი გახდა სექს ტურიზმის მექა. თქვენ აზზე ხართ, რაზეა ლაპარაკი? ამიტომ ეს ნება რო არ იყოს, ტურიზმს სჭირდება, გასაგებია, სადაც ტურისტი ჩამოდის, მას სჭირდება გართობა, ჩამოვიდა კაცი და თუ ჩვენ ტურიზმით გვინდა ქვეყნის აშენება, იმიტომ ეს ხელისუფლება უპასუხისმგებლო. ტურიზმს არსად არასდროს არ აუშენებია რა. ჩვენ ფანტასტიკური ქვეყანა გვაქვს და ტურიზმი იქნება ერთი კაი სექტორი ეკონომიკაში, რომელიც თავის, მაგრამ ის არ შეიძლება იყოს ბორდელების და რომ იტყვიან კაზინოების და ნარკოტიკების მიმზიდველობით შექმნილი ბიზნესები. ამიტომ ყველაფერი მოგვარებადია ორივე რამ რაც თქვენ ანუ ბატონ დემურ თუ სწორად გავიგეთ თქვენ ამბობთ რომ ესე იგი მკაცრად შემოფარგლულ ტერიტორიაზე იყოს ეს კაზინოები რომელიც იქნება ადვილი გასაკონტროლებელი ამას გულისხმობთ ძალიან მარტივ მე ვამბობ იმას რომ საცხოვრებელი ადგილების და ასე შემდეგ ცენტრებში არ შეიძლება იყოს ასეთი რამეები. კი ბატონო, იყოს სათამაშო ბიზნესი, ბოლოს და ბოლოს მე ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე და ძალიან კარგად ვიცი საგორიის ტყეში და თუ გნებავთ რიონის პირზე კრიმინალები როგორ აგორებდნენ კამათელს. გამიგეთ არა? მე უფრო კომფორტულ ადგილებში, ცალკე ოთახებში გადაინაცვლეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდე გეუბნებით, ეხლა ცივილიზებული ქვეყანა უნდა ვიღაცას თამაში კეთილი ინებოს, წავიდეს, დაჯდეს თავის მანქანაზე, გაიაროს 50 ან 100 კილომეტრი, მივიდეს იქ, ითამაშოს და წამოვიდეს. ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება და არ დაემსგავსება იმას, რომ ჩვენ ვართ აი რა ვარ იცით, მოდი უხეშად ვიტყვი, იმიტომ სხვანაირად არ შეიძლება ამის თქმა. ჩვენ დავფარეთ თბილისი ბორდელებით, აფრიკელები და არაბები ჩამოდიან სპეციალურად სექს ტურიზმისთვის. ჩვენ დავფარეთ კაზინოებით, სადაც უზარმაზარი ფული ირეცხება, შავი ფული ირეცხება, ანუ ჩვენ ქვეყანა გავხადეთ სამრეცხაოდ
და ჩვენ გავხადეთ იგი ნარკოტიკების ჭაობა, სადაც ჩვენი ახალგაზრდობა იღუპება, იმიტომ რომ 230,000 ლეგალიზებული ნარკომანი ვიცოდი მე, ცოტა ხნის უკან ბოლო ციფრები არ ვიცი, კიდევ უფრო მეტია, მაგრამ მე იმ ქალაქში ვარ გაზრდილი, სადაც რომ იტყვიან ჩემი ბავშვობის დროს გოგლი-მოგლზე არ იზრდებოდნენ. გავიგეთ არა, ომი ახალი დამთავრებული იყო, ჩვენ ცხოვრობდით, ყველანი ერთნაირად ცხოვრობდით. ყოველთვის გარეთ ვიყავით, შეძლების დაგვარად, ჩვენ თვალწინ ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ ასეთი ჭაობი, რაც ახლა არის თბილისში, მე 50-იან წლებში ჩემი ბავშვობის დროს არ მინახავს და მით უმეტეს სკოლის და სტუდენტობის დროს არ მინახავს, თუმცა ბევრი რამ მინახავს და ძალიან არ მომწონს და ის ყველაფერი და ახლა ჩვენ კიდევ უფრო უარესი ვართ. ძალიან მარტივად გადასაწყვეტი საკითხებია. რატომ? ხელისუფლება არ უნდა იყოს ამ ფულის ინტერესში. სად არის დიდი ფული? დიდი ფული არის ყოველთვის კრიმინალურ ბიზნესში, როგორც არის ნარკოტიკები, როგორც არის ტრაფიკინგი, ორივე ჩვენ გვაქვს და როგორც იყო გახმაურებული იარაღით არალეგალური ვაჭრობა, რომლის მინისტრი, რომელიც ერთი ბაევიკი იყო და ცემატყეპაში იღდა მონაწილეობას, მილიარდერია დღეს და კოლცენტრებს და ეგრე სახლი გაუჩხრიკეს და მილიონობით ძვირფასეულობა ამოუღებს. გამიგეთ არა? რომელსაც ყიდულობდა ომის დროს, ომი იყო ქვეყანაში და ყიდულობდა ის არაფრის მფლობელი იყო, არავინ არ იყო. მაგრამ ხელისუფლება როცა პება და კრიმინალის გზას აგე. მოდი კიდევ ერთი ძალიან მძიმე რამე უნდა ვთქვა, მაგრამ კიდე გეუბნებით უნდა. წინა ხელისუფლებამ რა გააკეთა, იცით? იგივე საგრძელებს ეს ხელისუფლება არაფერი სხვაობა უბრალოდ. სად არის დიდი ფულიო? იკითხეს როცა მოვიდნენ. ნუ გასაგებია ახლა იცოდე უთხრეთ, ცხადია კრიმინალი აზრისო ამ ფულებს. ხოდა კრიმინალი ციხეში იყოსო. კრიმინალი კი არ გაადადგურეს. კრიმინალის ბიზნესებს დააჯდნენ. კრიმინალის ბიზნესებს აზრის დღევანდელი ხელისუფლება. ანუ ის რაც იყო დამალული დასჯადი კრიმინალს თქვენ დღეს და ხვალ ვერ აღმოფხრით, მაგრამ იგი დასჯადი უნდა იყოს, ის იატაკქვეშეთში უნდა იყოს. ესაა სახელმწიფო. თორე არა გაქვს შენ იდეალურად მოწყობილი და რა არის კრიმინალს რა აჩენს? სოციალური პრობლემები, უსამართლობა, ბავშვები როცა ხედავენ, მიხდი კრიმინალური სამყარო გახსნილია, იქ წესებს თუ იცებ მიგიღებენ, აქ დამპალი სიტუაცია შექმენი, ჩაკეტე კლანები და ერთი და ჯერ ბაბუა იყო, უვარგისი, მერე მისი შვილი, მერე ახლა კიდე მისი შვილი, სცენა იქნება, თეატრი იქნება, სიმღერა იქნება, მეცნიერება იქნება, ყველგან ერთი და იგივე კლანებია. ახალგაზრდები სწავლენ, იმიტომ რომ ახალგაზრდები ამბიციურები არიან, ანაკეთებენ ერთს, ანაკეთებენ მეორეს. ამიტომ ჭირდება სახელმწიფო რომ გახსნა ეს გზები, რომ შენი ნიჭიერი ახალგაზრდობა წავიდეს მეცნიერებაში, ტექნიკაში და სწავლას დაეუფლოს და ამით იგი წარმატებული იყოს და არა ის რომ ჩაუკეტო ყველაფერი და რა არის ახალგაზრდა კაცისთვის მე გამივლია ეს კრიზისული სიტუაციები ვიცი ხანდახან არის განწყობა როდესაც ფიქრობ რომ არ ღირს ცხოვრება გამიგეთ არა ეს კრიზისი ყველა ახალგაზრდა ხედავს რომ არაფერი არ საზიძღარი სიტუაცია მაშინ შეიძლება ახალგაზრდა გაიწიოს კრიმინალისკენ, გაიწიოს ნარკოტიკისკენ და ასე შემდეგ, ანუ გადადგას ნაბიჯი, რომელსაც იგი უკან ვეღარ დაიბრუნებს. გამიგეთ არა? ეს ის ნაბიჯებია, რომელსაც უკუსლა, შენ შეიძლება რაღაც შეგეშალოს და უკუსლა გააკეთო და გაასწორო, მაგრამ არის რაღაც ნარკოტიკები და კრიმინალი, რომელსაც შენ უკან ვერ მოაბრუნებ, ის რჩება სამუდამოდ შენ ცხოვრებაში. ამიტომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს საშინელ სასაცდელი მდგომარეობაში არიან ჩვენი სახელმწიფოს უვარგისი ხელისუფლებების ბრალია და ეს ანადგურებს ქვეყანას.
სადა გაქვს შენ ამის რესურსი 230.000 ლეგიტიმური თქვენ ნახეთ ის სახელმწიფო პროგრამები რომ არის რა ქვია იმ წამალს არ ვიცი დილაუდი მეტადონის პროგრამა მეტადონი თქვენ ნახეთ რა ხდება და ესენი გამოდიან და ევროპისკენ მივდივართო ჩვენო ღირსებით უნდა წავიდეთ ევროპისკენ ახლა კიდე გეუბნებით ასეთ შეურაცხყოფას რო გაყენებს ხელისუფლება თუ ადამიანს ღირსება გაქვს თუ ღირსება არა გაქვს ერთს მომავალი არ აქვს გამიგეთ არა ბიჭო ერთი ნაბიჯი მაინც გადადგი ქვეყნის შიგნით 12 წელია ხელისუფლებაში ერთი პრობლემა მაინც მოაგვარე შენი პრობლემები ხომ მოიგვარე არაფერი არ ქონდათ და სრა სასახლეები გაქვს და ევროპაში ვილები გაქვს და ფულები და იმდენად გოიმები ხართ 4000-იანი ის ბოტასები მაცვიაო იმაზე ლაპარაკობთ გამიგეთ რა ჩვენ ამას ყლაპავთ ამიტომ მე დღეს დავწერე ძალიან საზიზღარი სიტყვა როდესაც წინა ხელისუფლება იყო არც მაშინ მაკლდა თუმცა ძალიან ოპოზიცია ვიყავი და არც ტელევიზია მაკლდა მაგრამ არც დამიკლია რაიმე ახლა ამათი დროა და პირდაპირ დავწერე ქოცი არ არის ის ადამიანი ვინც სიტუაციურად ოცნებას დაუჭირა ხარი ხო გასაგებია მარიკა ქოცი არის მენტალობა ეს არის სეთურის ბრბო ისევე როგორც ნაცი არის მენტალობა იმიტომ რომ ნაცებს მაშინ დაუჭირა ბევრმა საგმა ადამიანმა იმიტომ რომ სიტუაციურად ეგონათ რომ ეს კარგი იყო ესენი ნაცები და დღევანდელი ხარდამჭერი ყველა არ არის ქოცი ქოცი არის მენტალობა ეს არის გონება ბნელი გაუნათლებელი ბელად გამოკიდებული და მე დავწერე რომ ჩემი გვერდიდან წაბრძანდით მე არ გზღუდავთ იკითხეთ მაგრამ ქოცის ანუ სეთურის ბრბოს წარმომადგენლის აზრი მე არ მაინტერესებს აი იმდენად ყინეული თემაა იმდენად შიგნიდან ვიცი ეს პრობლემა რომ ხომ ხედავთ აღელვება დამეწყო იმიტომ რომ არაფერს არ აქვს ფასი ჩვენ ფიზიკურად არ გვეყოფა რესურსი ამის გაძლებისა ბორდელების გაძლებისა კაზინოების გაძლებისა და ნარკოტიკების გაძლებისა ნახეთ რამდენი ახალგაზრდაა დაღუპული ამ უბედურებებით და ჩვენ მშვიდად რომ ვისაუბროთ ამაზე ალბათ ალაგულწრფელი ხალხი ვიყავით დიახ პრობლემაა მაგრამ მერწმუნეთ რომ ძალიან იოლად გვარდება ეს პრობლემები ვინც კი სამკურნალო და მოსავლელი იქნება ეს სახელმწიფოს ვალია მათ სპეციალური პროგრამები და ბევრის რეაბილიტაცია შეიძლება შემდეგ თავის ცხოვრებას გააგრძელებენ მაგრამ შეუფერხებელი ნარკოტიკების ტალღა წალეკვით ემუქრებოდეს ქართველ ახალგაზრდებს ეს უკვე დანაშაულით ზე მეტია ეს არის მიზანმიმართული განადგურება ყველაზე ძვირფასი რესურსისა რაც კი ქართველებს გაგვაჩნია ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენ წავალთ ხვალიდელი დღე რა თქმა უნდა ახალგაზრდა და ეს მე ისინი მიიღებენ თავის ასავს უკვე უფროსი თაობისა და ახალი თაობა ეს მემკვიდრეობა გვეშლება არა მარტო განათლება გვეშლება არა მარტო ქართული კულტურის აღქმა ქართული სულის აღქმა გვეშლება ჩამოინგრა არამედ ჩვენ მომავალი გვეშლება და ეხლა იმიტომ ვსაუბრობთ ჩვენ რომ ადამიანმა ჯერ გონებაში უნდა გადატეხოს ეს ყველაფერი და მერე მოვა ის მოძრაობაში და კიდე გეუბნებით თუ თქვენ გადაწყვეტ მოძრაობას თქვენ იოლად მიაგნებთ თქვენნაირ ადამიანს ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანი აგერ იცით და ჩემი მონახვა არ არის ძნელი მაგრამ ამას უნდა დღედაღამშო ამას არ ეყოფა მიტინგი და ჯოშ ძახილი 36 წელია ქართველები თავს იგდებენ გამიგეთ არა უხეშად ვილა რა ჯოშ ძახილი რა მიტინგები კიდე გეუბნები მიტინგები კი არა ცოდნა უნდა ამას მიზანმიმართული შრომა უნდა გონიერი შრომა უნდა რესურსი უნდა ხალხი უნდა და ამ გზას ჩვენ თუ ბოლომდე არ გავიყვანთ რაც ქვეყანაც არ იქნება ქართველები აქ თუ არ იქნებიან და უმცირესობაში იქნებიან ამ შესანიშნავ ქვეყანას პატრონი უკვე ყავს მიხდით იმის იმედით რომ ქართველები მალე აქედან
ძირითადად აიყრებიან. ჩვენ კი ეს არ უნდა დაუშვათ.